არ დაგინახო, წამოდი გავიქცეთ. გორ გაგვარს რომ მატარებია, რანაირი ბედი გოყავს. ჩვენ სულას რატომ მოვდის რა? ყველაფერი ბავშვის ბრალია. ჩვენ რატო ვეჯახებოდით ყველას? ვეჩქარებოდით და არ გვიქნა. გაგსავთ კაინი თვალები არ გვაქვს. ორ დავინახოთ, კაინი რა. ვაფშე დიდებს როგორ უთხრათ? რა ვქნათ, ვეხვეწოთ ახრიდან მოკაგვიშვას? ეხლა დედა ჩემი მამა მიყონა თან და ვინ წაგვიყვანს? ტაქსის პოლიციას არ გვაქვს. არ ვნახოთ რა. კაი ნახოთ. დედა, მამა. დედა, მატარები მოგამისო. აღარ შემიძლია შენთან ცხოვრება. შენთან როცა ვარ, სულ ყოველთვის როდესაც ფულს გაძლევ, მიხარჯავ და ყოველუბრალოდ ყრი. რატომ ყრი ესე, რატო იქცევი? არ ვიცი რა, ჩემი ბრალი არ არის, ვიღაც ბავშვი შეიმხვდა გზაში და ჩხუბი დამიწყო. მაგიტო გეუბნები, აღარ გინდა ეს სიარული ყველგან, ყოველუბრალოდ ყველაფრის რო გჯერა. აი ერთი შანსი მომერა. აღარ შემიძლია შენთან ცხოვრება. წადი შენ მეგობართან. აღარ შემიძლია რა ესე ცხოვრება რა. სულ რაღაცა მომდის რა. ჯობია რომ სახლიდან წავიდე უკვე რა. და ჩემ თვითონ მივხედავ ამ კრიბსაც და ყველაფერს. აღარ ჭირდება ეს ფული და არაფერი. ჩემ თვითონაც მოვარებ. ჩემი გადაწყვეტილება ესეთია. მე სახლიდან წავალ. გუშინ დავფიქრდი რაღაცაზე რა. გუშინ ფიქრობდია დეჩა, ხა არა ძალიან მიწყობა რა. და წამოვედი სახლიდან. და მე ვფიქრობ რომ უნდა წავიდეთ ჩვენ ფეხით. მე დედაჩემს არ ვიცი დავართან. რა ვიცი, დაგირეკავ, მაშინ შევეკითხებ და აუცილებლად დაგირეკ. ჩამოვიდეთ და ვილაპარაკოთ რა. მოკლედ მე დედაჩემს სახლიდან გამომოვდო რა. ვერავაფერს ვეღარ გავაკეთებ და არაფერი არ მაქვს წამოღებული წასასვლელის გარდა. და ჩემი აზრით ჩემს გამოგაგდებს რა სახლიდან. მე უკვე გამომაგდო სახლიდან და გამოგაგდო? ხო, ჩემი აუცილებელი რაღაცები წამოვიღე რა, უყოლობა წამომიღე, რა ქვია 80-90 ლარი მაქვს, უბრალოდ იმითაც ვეღარ წავალთ. რა ქვია მატარებლის, იმიტომ რომ ხო დავაგვიანეთ და 80 ლარი ბიუჯეტი მეტი არა. კარგი. თან შენ რა წამოიღე? არა, მე მარტო ტანსაცმელი წამოვიღე რა. და ჩემი აზრით კიდე ფეხი ჯობია წასვლა, რადგან იქ დაგჭირდება ეგ ფული. რადგან მარტო ვიქნებით. ჰოტელიდან რამე. ხო, რა, რამდენიმე დღე დავიქირაო და ვიმუშაობთ რა, თუ დავგვიყვანა, არ ვიცი რა, პატარები ვართ ჯერ და. კარგი, ნახოთ რა.